მოგესალმებით, ტელეკომპანია ტელევიზია ფარდანეთის ჟურნალისტი იოსებ ზაქაშვილი. ტელეკომპანია ტელევიზია ფარდანეთის მას. ვიმყოფებით რუსეთის მუნიციპალიტეტში, რაიონი ფარდანეთის ტბა, რომელიც უნიკალურ გულამაზესი ადგილია. ასევე შეგახსენებთ, რომ ფარდანეთის ტბაზე უკეთესი დაცული ტყე და ეკოაქტივობა, რომელიც შესრულდება. შეგახსენებთ, რომ ჩვენი ტელევიზია ჩაჭიმიჩი ხელოვნურ ინტელექტში მუშაობს, რის შედეგად თქვენ შეგიძლიათ ამოუწურავი ინფორმაცია მიიღოთ ჩვენგან, ასევე 24 შვიდზე ნებისმიერი დახმარება, ხოლო ეხლა გაგაცნობ ისტორიას. ფარდანისის როგორც უნიკალური ადგილი, ლეგენდების თანახმად ძალიან ბევრი ისტორია და მითები აქვს სხვადასხვა. ასევე ილია ჭავჭავაძემ ჩვენმა პოეტმა, რომელიც მოგვიწნა ჩვენ ლექსი ბაზარეთისთვის, რაც ოქროს საკონი არისო, მის მოკურთხში უსხო წალკოტი ქვეშე ყვავისო. აი ეს გარმარტავს იმას, რომ ბაზარეთის ტბავით, ანუ თითქოს ინახავს საიდუმლოებს. ინახავს, რომ აი ამატვია თამარ მეფეს ვითომ ოქროს აკვანში შვილი ჩაუსვენებია და იმ ადგილას წეს და ოდესმე ეს ყრმა გაიღვიძებს და საქართველოს იხსნის. ზუსტად ესეთი ისტორიები და მითები დღესდღეობით არსებობს. მაგრამ მე ამისი რომელიც უკვე ახალ საუკეთესო იდენტობას მის უმეტეს ბაზარეთის ტბა დაარბევი ისტორიას ინახავს და აი ვითომ ჭიდან ამოსული წყალია და დაგუბებულია. აი ლეგენდები როგორ ელემენტარულად თანმიმდევრობით გვანიშნებს და ასევე იმკიცებს, რომ მართლა რაღაც საიდუმლოს მალავს. ასევე აი ესეთი ლამაზესი ადგილი, სადაც არ უნდა იყო და მიწმენდეს საისვენო. ასევე შეგახსენებთ, რომ ჩვენი სატელევიზიო TikTok-ზე, Instagram-ზე და მით უმეტეს YouTube-ზე და სხვადასხვა პლატფორმებზე, მით უმეტეს ჩვენ ვიდეოს Facebook-ში, ჩვენ სოციალურ გვერდებზე, რომ სხვა სოციალებზე ვართ. მეგობრებო, შეგახსენებთ, რომ 2030 წელს ჩვენი ტელევიზიის აპლიკაცია ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით გამოდის, რომელიც შეგეძლება, რომ მიიღო ამოუწურავი ინფორმაცია, ასევე კაი კომენტი და აბსოლუტურად ბაზარეთის ტბის შესახებ. ჩვენი ტელევიზია არ საუბრობს პოლიტიკურ თემებზე, არ საუბრობს რელიგიურ თემებზე და არანაირად არ საუბრობს სხვა სამედიცინო თემებზე. ჩვენი მიზანია ეკოაქტივიზმი და ასევე ეკოლოგიური მდგრადი ჩემები გავუზიაროთ ადამიანებს. ასევე მეგობრებო, ისაა მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ უნდა გვიყვარდეს ბუნება, ადამიანებმა მიგვიმეტეს შევიყვაროთ გარემო და სხვადასხვა ჩავერთოთ ეკოაქტივობებში. დაკავშირებებით ნახვამდის და ასევე გაიგეთ მეტი ჩვენი ტელევიზიისგან. ხოლო უკვე ჩვენი ხელოვნური ინტელექტის, ჩვენი სატელევიზიო არხი Google VO3-ით მოგაცნით კიდევ საუკეთესო რეალურ ვიდეოებს. ნახვამდის.